გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა. დღეს არის ჩემი birthday. ეხლა ჩამოვედი დელავერში. ჩემთავს გადავწყვიტე რომ ვიყიდო საჩუქარი. და მივდივარ Apple Store-ში ახალი კომპიუტერის საყიდლად. დავეშვი ეხლა და გაჩვენებთ Apple-ის ოფიციალურ მაღაზიას. ამერ შორის უნდა გავაკეთო არჩევანი. ეს არის ორივე Pro-ა. ეს არის Space Gray, ეს არის Silver-ი. ამას ძალიან ეთყობა ნათითურები რა და მაგ ფონში ფიქრობ რომ ეს ავიღო. მაგრამ აქვს სამი სხვა ჩიპი M5 Pro, M5 Max, 48 GB Unified Memory და 1 TB storage-ით რო ავიღო, გამოდის $3,100. Hey, good, how are you? I would like to buy one, but do you guys have M5 Pro with 64 GB Unified Memory? No, the highest we carry is up to 48. That's a custom build. We have to ship the store or ship to you. How long it takes approximately? Let's find out. Do you want to ship the store or ship to you? Store. Store? Yeah. Is 48 enough for like 4K video editing? Yeah? 4K video editing? Yeah. Did you have a specific budget in mind or you want to keep it kind of open-ended? No budget. Alright, just say that. Just for my YouTube channel. YouTube channel? Yeah. No problem. What is your YouTube channel, if you don't mind me asking? So I'm a semi-truck driver. Okay. Day in the life videos pretty much. Cool. Now it's going to pass back to me and say complete in a second. Boom. Okay. I'm going to go grab your paper receipt. Okay. You filming? Yeah. I need you to turn that off. Okay. I appreciate you turning that off. Okay, Thank no you problem. so much. მთელი პროცესი გადავიღე და ვიღაცა მიყურებს და მე კითხება არის recording, მეთქი კი ხო არ შეიძლება გადაღება ვიღაცა employee რა. ერთ-ერთი მომუშავე და მოვასწარი თლიანი პროცესია გადაღებული უკვე არა და მე ვეღარ გაჩვენე სხვა რაღაცეების ჩვენებაც მინდოდა, მაგრამ რო არ გამოვეგდე მაღაზიიდან. გავჩეკოთ ახლა ვიდეო მეგობრებო. შევიდეთ ბოლო რაც გვაქვს ატვირთული. სეტინგები მაქსიმალურზე 2160, იგივე 4K. არა, ძალიან კაი ფერები აქვს. როგორც ხედავთ, არის Apple M5 Pro, memory აქვს 48 GB, 64-იანი მიდოდა, მაგრამ ერთი თვე უნდა დავლოდებოდი და დავიკიდე. აქვს 1 TB მეხსიერება. შემდეგი ვიდეო უკვე ამით იქნება დაედიტებული და ვნახოთ რა როგორ გამოვა. დავამოღამებ უკვე ყველაფერს. წავედი ხა დავიძინებ და ხალ შემოგიერთდებით დროებით. დილამშვიდობის მეგობრებო, ეხლა არის დილის 9 საათი. მივყოფები ფილადელფიის დაუნთაუნში გუშინ აქ დავჭი და ეხლა წავალ რომ სადმე ყავა ვიყიდო და ჭამა. მეგობრებო, Apple Store არის აქაც ფილადელფიის დაუნთაუნში, მაგრამ გუშინ სპეციალურად ჩავედი დელავერში, იმიტომ რომ დელავერი არის ერთადერთი შტატი, სადაც sales tax-ი არ არის, ანუ ნებისმიერი რაღაცა რაც არ უნდა იყიდო, tax-ი არ გემატება, ანუ არ ვიცი ქართულად როგორ არის, საგადასახადო ალბათ. ხო, ანუ სახელმწიფო გადასახადი არ გემატება რა და $3,100-იან ლეპტოპზე გამოდიოდა დაახლოებით $200 ზემოდან მარტო საგადასახადო უნდა გადამეხადა და მაგიტო ხრავი 40 წუთის გზაზე ღირს მაგისთვის წასვლა რომ $200 დაძებო. თუნდაც სახლის ყიდვა როცა გინდა რა 200,000 და $300,000 ზემოდან კიდე საგადასახადო რავია. ბევრი უწევს ერთი ზუსტად ყველა შტატს და ყველა ლოკაცია სხვა პროცენტი აქვს ტაქსის, მაგრამ დაახლოებით 50,000-მდე მარტო საგადასახადოს იხდი რა და მაგ შემთხვევაში ძალიან კაი ვარიანტია დელავერში ყიდვა უბრალოდ რავი ხე მე მაგალითად ლოკაციაზე არ ვგიჟდები. შტატი არაფერი არ არის ისეთი რა განსაკუთრებული, მაგრამ მაგ ხრივ ეგ ძალიან დიდი ბენეფიტი აქვს.
სახლში ვიყავი, მოვიხოდე და ეხლა მივდივარ ჩემი მეგობრების სანახავად, ბარში არიან დაუნთაუნში და სავარაუდოდ ცოტას მოვწრუპავ გავერთობით. ავებერე და შემოგიერთდებით ბარიდან. აბა? სად მივდივართ? ჩვენ მარსზე. მარსიდან მოვდივართ, სად მივდივართ? უკან აუ ნახე რა ნაშაო, არა მარსიანელი. I'm meeting all the Georgian friends. They're so nice. Yeah, because we love Philly people. We love Philly. And we love cheesesteak as well. We love cheesesteak. Cheesesteak, yeah. Yeah. ღვინის მარომიციან, ამას კი არ ამბობენ, ამას რისთვის ჩადიან, ჯანაი. ქართველობას არ ვკარულავთ არსად. თქვენ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, გამოიწერეთ ბეკას არხი. იმან რა ქვია, სოლო არტისტმა სათვალე როგორ არ გამიცვალა. ის რო იყო, აჩი მეფარიძე. სტექს თქვენ კლუბში მოდიხარ? აუ წამოთ რა. დავიღალეთ ძალიან. მივალ ახლა სახში დავიძინებ და არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ, დამიკომენტაროთ და შემდეგ ვიდეოში სავარაუდოდ უკვე ტრაკიდან შემოგიერთდებით. დავიძინებ, ხვალ უნდა გავემზადო, რეისში მივდივარ, ჩავლაგდები, ტრაკს მოვაწესრიგებ და ზეგდილით ადრე დავიძრები. დროებით. მეგობრებო, დილამშვიდო, ბიზგუშინ სახლში მივედი თუ არა, თავი დავდე და ეგრევე გავიტიშე. ეხლა მივდივარ, ყავა უნდა ავიღო პირველ რიგში და მერე Best Buy-ში ლეპტოპისთვის მინდა ჩასადები. წავიდით. Welcome to Starbucks. What do you get served for you today? Hey, can I get an ice brown sugar shaken espresso? What size? A large with light ice? A large brown sugar shaken espresso with light ice. Yes, that's all. Your total is gonna be $7.16. Thank you. Thank you. Hi, $7.16. Do you need a straw? Yes, please. Here you go. Awesome. Thank you. You're all set. No problem. Have a good one. You too. Case. აი, აქ არის რაღაცეები, არ ვიცი ის მაგის არის თუ არა, მაგრამ გავიგებთ ახლა. 14, 13, ჩვენ გვინდა 16. 16 ინჩი. მაგრამ ეს кейსი არ არის, უბრალოდ ჩასადებია. მაგრამ წავა. აქ გარედან კიდე რაღაცას ჩადებ. სხვა არაფერი არ აქვს და სანამ გამოვიწერ და ჩამოვა, ზუსტად ვიცი რომ რაღაცას დავმართებ და ავიღებ ამას. ესენი ძალიან მომწონს, მაგრამ უაზრო ფასია. $500, აი არაფერი არ აქვს ამაზე. ახალი MacBook Neo 13 ინჩი 16-ის მერე რა პატარა ჩანს. აი ვისაც უბრალოდ ინტერნეტისთვის, ბრაუზერისთვის და მსგავსი რაღაცებისთვის გინდათ ან light photo editing-ისთვის ძალიან კაი ვარიანტია. $600. არის $700-იანიც, რაშია სხვაობა? Storage 512-იანი ღირს $700, 256 გიგაბაიტი ღირს $600, $100 რა. OLED-ს რა კარგი გამოსახულება აქვს, სასწაულია. $3300 OLED-ები. $43 ამდებილობაში, მაგრამ $3000-იანი ლეპტოპის გაფუჭებას ჯობია $43 გადაიხადო ამას, შეხავთ სადაც ეტევა თუ არა.
შემილია ლეპტოპის დაჩხაპნაზე, აღარ ვინერვიულო. ჩანთ ბექბექის გარეშე. ჩავაბდო მანქანაში. ამით დაგემშვიდობებით, არ დავიწყოთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ და აკომენტაროთ და დაელოდეთ ახალ ვიდეოს. დროებით.